საიუბილეო წირვა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მთავრობისა და ოპოზიციის წევრებიც დაესწრნენ. მათ საქართველოს პატრიარქს დღევანდელი დღე მიულოცეს და გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს. ასახადრების 34 წლის თავთან დაკავშირებით მოგვიანებით ქართული საშემსრულებლო ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლების შესრულებით ფილარმონიაში გალა კონცერტია დაგეგმილი. აჟღერდება ილია მეორის მიერ შექმნილი საგალობლები, კონცერტის დასასრულს კი პატრიარქის ახალი ნაწარმოების პრემიერაც გაიმართება. კომუნისტური ბნელეთიდან საქართველოს ქართველიერი ხელახლა იშვა. ამ ხელახალი დაბადების ავტორი არის მისი უწმიდესობა, მთელი თავისი ღვაწლით და მრავალწლიანი შრომის, ლოცვის, დიდი მოთმინების წყალობით. მე მინდა მიულოცო დღევანდელი დღე მას სრულიად საქართველოს და ღეგრძელობა, დიდხანს სიცოცხლე, აქტიური მოღვაწეობა უსურო ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ერის გასაძლიერებლად. ეს არის საქართველოს ქრისტიანულ სარწმუნოებაში გამთლიანების, მართლმადიდებლობის დღე და დიდი მადლობა უნდა უთხრა უფალს, რომ გვაქვს საშუალება, რომ ერთად მიულოცოთ უწმინდეს ილია მეორის დღევანდელი დღე.